შარდკენჭოვანი დაავადების წარმოქმნის მიზეზები, როგორც წესი, მრავალფეროვანია. შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით, მიღებული წამლების გვერდითი ეფექტით, მიღებული სითხის შემადგენლობიდან გამომდინარე ან რაოდენობიდან გამომდინარე, კლიმატური პირობებიდან, მეტაბოლური დარღვევიდან განპირობებული, შეიძლება იყოს ენდოკრინოლოგიური, კუჭ-ნაწლავის მხრივ გასტროენტეროლოგიური დარღვევით განპირობებული, შარდჟავა დიათეზის ან კალციუმის ცვლის დარღვევით. აქედან გამომდინარე, შესაძლოა კომბინირებულიც იყოს კენჭი შემადგენლობიდან გამომდინარე და ერთი კონკრეტული მიზეზი არ იყოს საკმარისი, ესე რომ ვთქვათ, ეტიოლოგიის გარკვევაში, ასე რომ კენჭის წარმოქმნა ორგანიზმში შესაძლოა მრავალ ფაქტორზეც იყოს დამოკიდებული. ევროპის უროლოგთა ასოციაციის საერთაშორისო რეკომენდაციით, რაც არის საერთაშორისო სტატისტიკა, 1-დან 20%-მდე არის რეციდივის, ანუ შარდკენჭოვანი დაავადების განმეორებით განვითარების რისკი. და ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა 20%-ში ისევ გაუჩნდეს ადამიანს იგივე პრობლემა, ანუ კენჭი. გართულებებს მნიშვნელოვანწილად იწვევს, ვინაიდან აქაც ევროპის უროლოგთა ასოციაციის კვლევებიდან გამომდინარე, ვიცით რომ შარდკენჭოვანი დაავადება და თირკმლის კენჭები კონკრეტულად ზრდის თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს. ასევე რისკი იზრდება საშარდე გზების ინფექციის განვითარების, როდესაც გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება. რაც შეეხება სხვა გართულებებს, კენჭის მიგრაციასთან დაკავშირებით შესაძლოა მოხდეს ჩაჭედვა სადგანში, ანუ იგივე შარდსაწვეთში და შექმნას პრობლემა შარდის გატარების, გამოიწვიოს შეგუბება, ჰიდრონეფროზი, განვითარდეს მწვავე პიელონეფრიტიც კი, გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შესაძლოა სრული ბლოკირებაც გამოიწვიოს თირკმლის და ამასთან ერთად აქვს, როგორც მოგიხსენებათ და იცით, გაუსაძლესი ძლიერი ტკივილები კენჭის გავლას, რომელიც გაიგივებულია გადატანითი მნიშვნელობით სამშობიარო ტკივილებთანაც კი. როგორც წესი, თუ კენჭები თირკმლის ფიალებშია და ის არ იწვევს ობსტრუქციას, ანუ შარდის გამოყოფის დაბრკოლებას, მისი არსებობა არის ასიმპტომური და პაციენტებს როგორც წესი არანაირი ჩივილი არ გააჩნიათ. სწორედ შესაძლოა ეს იყოს ის მომენტი, რის გამოც არ აქცევდეს ადამიანი ყურადღებას, არ ჩაიტაროს დროული კვლევა და არ გამოვლინდეს თავის დროზე კენჭოვანი პრობლემა. ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, თირკმლის კენჭებს უმეტეს შემთხვევაში არანაირი ჩივილი არ გააჩნია. როდესაც კენჭი დაიწვრება ან გამოიწვევს საშარდე გზების ინფექციის განვითარებას, ინდივიდუალურია და განსხვავებულია ჩივილები, თუმცა კენჭის დაძვრამ შეიძლება ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს, რასაც მოხდეს ტემპერატურის მატება ძელვისებურად, შემცირების შეგრძნება, გულის რევა, პირღებინება, სიმპტომები ახლავს ხოლმე ასევე შეიძლება იყოს არტერიული წნევის მატებაც და ამან გამოიწვიოს საერთო სისუსტეც. ეს სიმპტომები მაინც არის ინდივიდუალური, თუმცა როგორც წესი კენჭის დაძვრას და ობსტრუქციას ახასიათებს. მაგრამ მე ურჩევ მაინც პაციენტებს, რომ დაელოდებიან რაიმე სიმპტომს, რადგან ძირითადად კენჭოვანი პრობლემა მიმდინარეობს ასიმპტომურად, დროულად ჩაიტარონ ამის გამო სადიაგნოსტიკო კვლევები. შარდკენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკა არ წარმოადგენს სირთულეს და მოიცავს ისეთ ელემენტარულ და მარტივ კვლევებს, როგორიც არის საშარდე სისტემის ულტრაბგერითი, ანუ ეკოსკოპიური კვლევა, სისხლის საერთო, შარდის საერთო, კრეატინის და შარდჟავას ლაბორატორიულ კონტროლს. აქედან გამომდინარე, არც რადიაციული კუთხით არ წარმოადგენს ამ კვლევების ჩატარება რაიმე საფრთხეს და ურჩევ ყველა პაციენტს დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა. ჩვენი ცენტრი ფლობს ყველა იმ თანამედროვე მეთოდს, რაც გამოიყენება დღესდღეობით მსოფლიოში შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობისათვის. პირველ რიგში ყურადღება მინდა გავამახვილოთ თანამედროვე ლითოტრიფსიაზე, შტორცის კენჭის დაშლის ცენტრზე, რომელიც ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს დღეს პაციენტს შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობის კუთხით. გარდა ამისა, ვახორციელებთ ლაზერულ ლითოტრიფსიას, როგორც ერთჯერადი დრეკადი ურეთეორინოსკოპებით, ასევე კანგავლით პერკუტანეული მეთოდით, ეგრეთ წოდებული PCNL ოპერაციებს, რომელიც მოწოდებულია მარჯნისებური დიდი ზომის კენჭების მკურნალობისათვის და ასევე რობოტული ტექნოლოგიით ხორციელდება ისეთი რთული შემთხვევები, რომელიც მოითხოვს კომბინირებულად, თქვათ რაიმე თანდაყოლი
ანომალიის გამოსწორებას, პლასტიკურ ოპერაციას და კენჭოვანი პრობლემის მოგვარებას და იძლევა ზუსტად უნიკალურ შესაძლებლობას, რომ რობოტული ტექნოლოგიით ყოველგვარი ღია ოპერაციის გარეშე ერთ მასშტაბში, ერთი ჩარევის პირობებში მოგვარდეს ეს პრობლემები.